დღეს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ისედაც ხდებოდა, ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველოს ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი. უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვა ასე შეაფასა ევროკავშირმა გამლილი 12 თვე საქართველოში. ქართული ოცნება ებრძვის ევროპას. ქართული ოცნება ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აპატიმრებს პროტესტის მონაწილეებს ქვეყნის სიყვარულისთვის, კრძალავს პარტიებს და კრძალავს თავისუფალ აზრს საქართველოში. შესაბამისად, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გახდება ევროპული სტრუქტურების წევრი, რომელიც იმეორებს რუსულ მეთოდებს. მეტისი ცხადისთვის, ევროკავშირის კარი ვერ გაიღება ივანიშვილის მმართველობის პირობებში. შვიდობა ვერ იქნება შიშით მართულ ქვეყანაში. კეთილდღეობა ვერ აიგება კორუფციასა და კლანურ ეკონომიკაზე. ბედნიერება ვერ დაისადგურებს იქ, სადაც მოხუცებსა და სტუდენტებს აპატიმრებენ ქვეყნის სიყვარულისთვის. დღევანდელი დღე ნიშნავს ერთს, მიზნის გარშემო ერთობა, ღირსება და ერთიანი ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. არაერთი ლიდერის, არაერთი პარტიის, არამედ ერთიანად ევროპული მომავლისთვის და ბედნიერი საქართველოსთვის. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ.